ბატონო ყალეო, თქვენი წარმოდგენილი ეს შესრულებული სამუშაოებიდან აღწერია, რომ ტიპის თავში გარე განათების მოწყობა დასრულებულია. დასრულებულია ტიპის თავში გარე განათების. ასეთი არ არის დაწყებული. ბატონო, აი 1970 ლარზეა საუბარი. შაშამდელი? არა. შაშამდელი. დასრულებულია. ამ დროს მე ვიყავ მაინტერესებს რამ შეგვიშალა ხელი და რატო არ მოხდა თუნდაც მაგალითად 2-3 დღეში ამ პროექტის გაკეთება და ხარჯ-სახელმწიფოს დადება. 100 ბავშვი, ხალხო, ჩვენ ვიყავით მისულები 6 რიცხვში. პედაგოგები, სკოლის დირექტორი, პროფესიონალი ადამიანია, ბატონი. ცრემლები მოსდიოდა, ბატონო ვალე, დამეთანხმებით რა. ცრემლები მოსდიოდა ბატონგიას და იქ მომუშავე მასწავლებლებს, პედაგოგებს. რომ ბავშვები გვეტარდება. ვადებში ვერ ვეტყვით. შეიძლება ბატონო ვალე მაინტერესებს და არავინ ჩაიქეს თქვენ თანამშრომელმა ამ პროექტში და ერთ ადამიანს არ გაუჩნდა კითხვა რომ რატო ატენის მოსახლეობას ვერ მოსმარგო ბატონო სოსო სანამ არ მოვა ექსპერტიზიდან ასუთით ის პროექტი ჩვენთვის არ არის არაფრის შეიძლება გაინტერესებს როცა დაასრულა შეპესე დიდრონ პროექტი და გადაიგზავნა ერთი ასე ხომოგივიდეთ მე ჩვენთვის ის არაფერს არ ნიშნავს გასაგებია მაგრამ ხოლმე ჩაიხედოს ვიღაცამ და კი ჩაიხედეთ მე რა მერე რა რეგავასწორო ის კი ამ თვითონ უშრა შენიშნა არავის არ მიუწია თორე დაიწყნა შეფესე მეორე თემა სამართლა რატომ არ შეიძლება ამდენი თანამშრომელი ყავს, რომლებიც არ იცევა, შეიძლება ძალიან კარგად მუშაობენ, კარგად არიან და კავშირი თავის საქმით, მაგრამ ისიც დაავალონ, რომ მიაქციონ ყურადღება იმ სამუშაოს და ნუ გახდებოდა საიმედო საქმე, რომ 45 დღეც გავიდა პროექტის შედგენისა, 45 მეორე დღე გავიდა კიდევ მეორე 45 დღე რა ქვია მას ექსპერტიზისა და იმის შემდეგ კიდე 4-ჯერ 45 გავიდა. რა უბედურებაა ეს რა? შეგერხებიან კი ბატონო მიუთითოთ ჩვენ ბატონო ესე მართლმა მართლმინცა კაპიტო უარყოფილი დასკვნელს დაუდოთ ესეც არაკანონიერი და არაკაცური. ეს არ მომხდარა. სამხაროების ექსპერტიზის ბიუროზე 3-4 წერილი მარტო გამგეობიდან არის წასული, ასევე მაჟორიტარულად საერთაშორისო დაჩქარებული იყო. ხოლმე საკრებულოს და გამგეობაზე და ვისაც ხელისუფლება გუბერნიელებს. საერთოდ ჩავედით ამ ეს პრობლემა არ არის მარტო ეხალდელი პრობლემა, ეს პრობლემა უდიდეს გაჩნდება. მე ვინმე მოგმართა მაგის თაობაზე, ჩვენ ხო არ ვიცით, ჩვენ ხო ინტერესში არ არის მაგმართა ძალიან ცუდი მაგალითად და ხომ უნდა მოგმართა საკრებულო ვინმე რომ ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს და თქვენ დაგახმაროთ. უნდა მოგმართ. იონი არც არ მოგმართ მე რო არგუმენტები რატო არ მაჩვენე? არგუმენტები მითხარი რა? არ მაშინ გეტყვი არგუმენტები. კი ბატონო არგუმენტები. გამგეობას ხო ხარვეზები აქვს მუშაობაში, დეტალებში არ მივდივართ. რაი გუბერნია რო თქვი რომ თავის სიმაღლეზე არ გასმეთქი და არგუმენტი გაინტერესებს გეოგრაფიის ფაქტები კონკრეტული ეხლა. შეგიძლია რა თქვა და დამთავრდა. ფაქტები უაყოლი კონკრეტული რა ხიჭა. დამაცადე რა ხიჭა. დამაცადე. რა ისმე კი ბატონო მოცდილი ვარ. აქ არგუმენტები რაც გამოვიდა. კი ბატონო. მაშინ როცა თქვა იგივე გამგეობა საქმეობრივ იმას თავრობასთან. იგივე არის გვეთანხმები ბატონო მარესკო საკანონმდებლო დონეზე რაღაცებია შესაძლებელი. გუბერნიის ფუნქცია არის თავრობის წარმომადგენელია, რა ეს მუნიციპალიტეტის თემები აქტიურად განიხილოს. აი ანუ ზოგადად კომპლექსურად არის პრობლემა. ინფორმაცია გაქვთ თუ არ ეხმარებიან მაგალითად გასაკეთებლად. ეხლა მე რაც მოვისმინე მე გუბერნიის აქტიურობა საერთოდ არ გამიგია. ის კი ბატონო ეხლა მაცალე რა აზრის გამოთქმა რა. თემო აზრის გამოთქმა მაცალე რა. ძალიან დიდ საფადურს იძახი და საფადურს რო იძახი დაასაბუთე რაზე იძახი მაგას გეუბნები. პრობლემა როცა აქ მუნიციპალიტეტი კონკრეტულად სარწმუნებული იძახე რომ იმისი ბრალიც არის. ისე თავის სიმაღლეზე ვერ არის. თქვენი ბრალიც არის. ჩვენი ბრალიც არის. მასის გემრობა ერთად დაგებული და ბუნდი არ ხარ. მომისმინე, ბუნდის გემრობა აღებული როგორ ჯობია ესე გავაკრიტიკოთ და საქმე მივუყავოთ ისე უჩვენე. ხოდა გეუბნები ის გავჩუნდეთ ეხლა და არ ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე. მას აი ეს არის ზუსტად ის დამსახურება, რაზეც მიდის. ბატონო